მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით პროსპეროს რაში? პროსპეროს წიგნები ქვია რა, კაფეს. და გადავწყვიტე რომ ელაპარაკა კაფეებზე და ბარებზე საქართველოში, რომლებიც იყოს თბილისი, კაი. რომლებიც დიდად არ ვარგა რა. ყველა კაფე და ბარი რატომღაც ხმაურიან შეკრების ადგილად გადაკეთდა და არსად სიმშვიდე არ არის ხოლმე და დღეს აქ რომ მოვედი ძალიან გამისწორდა იმდენად სიმშვიდე და სიწყნარე იყო რა, იმდენად კარგი ადგილი არის რომ просто ტვინი მოადუნო და წყნარად იყო შედარებით რა. და საქართველოში ზოგადად როგორ რაღაცა არის, იცი რომ ყველგან რაღაც მუსიკაა ჩართული, ყველგან ყოველთვის რა. და არასდროს არავინ სიმშვიდის უნარს არ გაძლევს რა. ანუ ეხა ნებისმიერი ბარი რაც არის რაღაც ჰაუს ტიპის მუსიკებად არის გადაკეთებული და იქ ჩართულია ისეთ სასეკვაო სიმღერები ხოლმე და ბარი არ არის ადგილი, სადაც უნდა იცეკოს ხალხმა რა, ჩემი პირადი მოსაზრებით რა. ბარი არის ადგილი, სადაც უბრალოდ უკანა ფონზე უნდა იყოს მუსიკა, არც ისე შემაწუხებლად და თქვენ გქონდეთ ვიღაც ხალხთან კომუნიკაციის უნარი და ალკოჰოლის და რავი, ალკოჰოლი რამდენად საჭიროა, არ ვიცი მაგრამ მე ყავას ვცვალ მაგალითად და ნებისმიერ კაფეზე და ბარში უფრო უნდა იყოს მე ვფიქრობ არალკოჰოლურ სასმელებზე გატოვე ან ნაკლებად ალკოჰოლურ შემცველ იმებზე რა თან მუსიკაც თუ არ იქნება უკეთესი არის ეს პროსპეროს წიგნები იქა რუსთაველიდან რომ მოუხო რა ანუ არაფერი არ გადაუხდია არავის რა თქმა უნდა უბრალოდ ძალიან მომეწონა ადგილი და მართლა ლოგიკურად და რეალურად რაღაც წესახი უბრალოდ ცოტა ეგოისტური ადგილი არის იმიტომ რომ შენ თუნდა შეხვიდე შენ რო გაგიბზადებენ შენ უნდა შეხვიდე შენ უნდა გამოიტანო რაღაცა საყვარელი ჭიქებია სახლის ჭიქების გავს სიმყავას მოვჭით და ეხლა გადავედით ცხელყავებზე და აქედან დავიწყეთ ლენკამ მომიყვანა აქ მე რა თქმა უნდა ეს ადგილი არ მეწოდინებოდა ჩემით კაი ადგილია კაროჩი როგორც ასეთი რომ გითხრათ რომ საქართველოში ბევრი კარგი ადგილი გვაქვს მაგისთვის ძალიან მოგატყუეთ რა ძალიან უაზროდაა რა განაწილებული ყველაფერი კაფეში რომ შეხვალ ხოლმე იქ კაფეები ვაფშე აღარ აყვაქვს ესა ალბათ კაფეს მნიშვნელობა ალბათ ეს თმა ადგილებმა უფრო შეიძინეს რა ვიდრე იმ კაფეებმა რასაც კაფეები ქვია ლოლიტაც შემაწუხებელი ხმაურიანი ადგილი არის რა ლოლიტაც მომწონს და არ მომწონს ლენკას მოწონდა ლოლიტა და 1-2 ვიყავით და ნუ საკვები ნორმალურია ფასებიც ნორმალურია ყველაფერი ნორმალურია просто ხმაური იყო და ბოლოს ისეთი გაძურებული ნახდა და ისეთი სერვისი იყო რომ მე ჯერ მისვლა აღარ მედი ნუ აღარც ლენკას აღარ უნდა მისვლა მე მით უმეტეს ლოლიტაში თუ არ მე ლოლიტა ვიცოდი აქამდე რაღაცა ფილმი ნანახიც არ მაქვს просто სახელი ვიცი რომ ლოლიტა არსებობს რაღაცა ფილმი მეტი არაფერი არ ვიცი ლოლიტას რა პედოფილზეა რა დიდი კაცია რომელსაც პატარა გოგო უყურს ლოლიტა არის პატარა გოგო what the fuck წიგნიც არის და ეგ წიგნი აქტუალური იყო გენიალურია ძმა პედოფილებზე უნდა უწეროს წიგნები აბა რა პედოფილებს მოუტყან დის მუტელი საერთოდ ვისაც ცალია კაროჩი არა ხო რა არც კაფეები აღარ გვივარგა აღარც ბარები რა კაფეები ბარებიც არ გვაქვს ყველა ბარი კლუბს გავს უკვე რა ანუ ბარში რო შედიხარ რაღაც ჩამუქებული ისენი ადგილებია ყვირილი რა ეგეთი ბარები არის რა ახლა ყველა ბარი ეგეთი არის თითქმის რა მაღალ ხმაზე მუსიკა არის გალეშილი მთვრალები ყრიან ტუალეტში მოსაწევის უნდიგას და ასე შემდეგ რა და არასწორებს რა ეგეთ ადგილას მე ვერ ვერთობი მაგალითად მე მირჩევნია რომ სიმშვიდეს და სიწყნარაში ის რატისთანაც რომ მუშაობდი ხოლმე მაშინაც მიჭირდა ხოლმე დიდხანს შიგნით ყოფნა და რაღაც ეტაპზე გარეთ გამოდიოდი ხოლმე და გარეთ ვიდექი ხოლმე პროსტა რა მართლა ეგრე შენ თო მაინც ვეცი ხო და რავი რა რაღაცა ნიტოა რა რაღაც კაფე რაღაცა ისეთი კაფე გჭირდება სადაც ადამიანები დასხდებიან და პლუს კიდე რა არის იცი ამ კაფეს რა აქვს კარგი იცი რომ წიგნების გაყიდვაზე მუშაობენ აშკარად ან მაინც განახებთ აი ნახეთ ლენკა მიესალ აი სულ წიგნები არის ეგ სამუშაო სივრცე არის და იქთაც წიგნები არის რა ხო და ანუ აი ამ ხალხს
ეხლა აი აქ ვინც მოვა იმას ან ციგნი უყვარს ან ყავა რა ან დასალებად რო არავინ მოდის ეგ უკვე კაი არის და ნაკლები შარი არის რა მე კაფეები და ბარები ყოველთვის შარის და ხიფათის ადგილებად მიმაჩნდა რა იმიტომ რომ თრალი ქართველები ბევრი ერთად რო ვართ არასდროს არ მთავრდება ყველაფერი კარგად ხოლმე მე რას ვარ დაგვირებული მანდან გამომდინარე დიდად აღარ მიყვარს არც ბარები არც კაფეები და არაფერი მსგავს და ესეთი ადგილები ცოტა უნდა მომრავლდეს რა, იმიტომ რომ არ გჭირდება ჩვენ ალკოჰოლი ბევრი რა, ადამიანებს, ქართველ ადამიანებს მით უმეტეს. იმიტომ ყველა მარტივად დამოკიდებულები ვიჩნდებით მე მაგ დასალებზე და ეგა იმდენი პრობლემა გვაქვს ცხოვრებაში, რომ დასალებში უნდა ჩავკლათ, აბა რა უნდა ვქნათ ხა. სხვა გზა რო აღარა გაქვს. იმ პრობლემებზე რო იმ პრობლემებზე რო ვფიქრობ ყოველ დღე, ოპა, აი ნამდვილი ქართველი. რა შევა, როდესაც სიგარეტი ხელიდან უვარდება. ხო და აი ნიტოა რა. ვიღაცამ რაღაცა ის კეინტ და ვინმე კაფის გახსნის სურვილი თუ გაქვთ, მომწერეთ და გავხსნათ. მე ვიქნები თქვენი კაფის მენეჯერი და მაგარ კაფეს გავაკეთებთ. პროსტა ის მინდა ვიღაც ინვესტორი. პროსტა რა კარგად გაპიარებადი კაფეებიც რომელი კაფეებიც ვიცით ეხლა ცნობილი კაფეები რაც აი ლუის ყავა და ეგენი შედარებით ნორმალურები არის მე მგონი რა მაგრამ ლუის ყავას რაღაცა პრობლემები ქონდა ეხლა ბოლოს რაღაც ის როგორ ადგილები გვაქვს? ჩუმი ლანჩის აი ხო რა აი შუა დღეზე რომ სამსახურიდან გამოხვიდე მაგრამ სამსახურიდან 9 საათიანი შუალედი გქონდეს ან 15 წუთიანი დასვენება. სამსახურიდან არა, აი დილით რო გაიღვიძებ და ლანჩი არ არის, ეგ საუზმეა. სასაუზმო კაფეებიც არ გვაქვს, ხო რა, აი დილით სახში რო გეზარება საჭმის გაკეთება, სადღაც რო გინდოდეს სადმე წასვლა ჭამა და ეგეთ ადგილს ვერ ნახავ. მაჭახელას უნდა მიხვიდე და კვერცხი და სოსისი აქვს და მაგრამ მე ასება და ეგ უნდა ჭამა. იარჩ ვიღაც სპონსორი მინდა რა. ვინც რაღაცა კარგს გამაკეთებინებს. რასტა რთულია რა, როცა ესეთი არასტაბილური საქმე არის, ძალიან რთული არის აქ რო რაღაცა ინვესტიცია ჩადო, რაღაცაში მე რო არ გაამართლოს, ტყუილას არ ამბობ რა და ეგ ძალიან ხშირი არის და მაგის გამო ფეხს იტრევენ ყველანი ალბათ. და ისევ გავლენ და სადღაც რესტორანი სადაც არ უნდა ჩადგა ყველგან ისა მუშაობს საბოლოო ჯამში. არა და ესეთი ადგილები უფრო ასწავლებს ვიდრე რესტორნები მე თუ მკითხეთ. ხო და ესეთი ადგილები კაია, კაროჩე. ციგნები ვისაც უყვართ, ისინი ნაკლებად ჩარიანი ხალხი არიან, მე რაც ვთქვა დაგვირებ. და გარემო შედარებით უფრო ნორმალური არის რა. სად ეხა ადამიანი მოდის. ჭიქა არ ახსრო და აქცევინებ, შემთხვევით დაჯახების გამო ცეკვის დროს და თავზე რო გადაგალეწავს იმ ჭიქას. და სად კიდე აქ რო ციგნი უჭირავს და რო დაეჯახები და ყავას დაასხავთ იმ ციგნს. სხვა არავინ არაფერს არ გეტყვი. ბოდიშ მოუხდე, რა უნდა ხარ? აჰა, გადაგახტევინოს. გითხრას, რომ იცით რა ის ვიყიდე ახლა და პროჭინი ვიქნებით და მეორე მიყიდეთ. შენ წადგები და უყიდე. თავზე მაინც არ გადაგალეწავენ არაფერს. ახლა აქ დიდი ციგნი თუ არა აქვს ნაყიდი შეიძლება თავში არ ჩაგარტყან. ანუ ციგნი რომც ჩაგარტყან, ციგნი ახლა ისეთი არ არის. იქნება რაღაც შევიდეს თავში რა. ბევრი სხვა ვარიანტია, კაროჩე. გვაკლია, ყველაფერი გვაკლია რა. 7 ადგილები გვაკლია, არა და სიმშვიდე გჭირდება ყველაზე მეტად. მე თუ მკითხავთ. მაგიტო ცოტა უფრო მეტი ბოზიში ნაცარქექია მყავს შეყარებულად ბოზიში. ეს სამარცხელი გააძროს, აი რამ ხელა არის შეხედეთ. უკან რო გადააგდოს ის მოიდი, მანახე. ეს რო უკან გადააგდოს, ხე ტყე ამოვაკია რა, რა ვიცი, დიღმის ტყე ამით გააშენა თავის დროზე ლენკა. ხო? აბა. რა ჩილი ჩიზბურგერი და ფრი უნდა ლენკას. მაკდონალდსი რატო არ შედის YouTube-ზე? ყველაზე გიდიათ? ხო. იმენა იქ უნდა ისხდენენ, ხო? TikTok-ის დედა შევიცით. TikTok-ი რო გაფუჭდა ეგრე არაფერი არ გაფუჭებულა ვაფშე ცხოვრებაში არ მინახოს ეგეთი დეგრადაცია რაღაცა ადგილის.
სივრცის თუ რა ვიცი, ეგეთ რაღაც არ მინახავს, მართლა არ მინახავს. არ უნდა მიუშვათ რაღაცები ახლა მაგალითად Snapchat-ი არის ახალგაზრდებისთვის. ხო, ვაფშე არ გამომიყენებია Snapchat-ი არასდროს. არა ვიღაცა ბოზანკალა უცხოელი ქალები აძლევენ ხოლმე ვიღაცა კაცებს TikTok ვიდეოებში. ერთი ეგ მაქვს ნახე რა Snapchat-მან დავიწყე. მაგრამ მან დრო ბებიები შეუშვა, ხო გამოყლებდება ეგ პლატფორმა, ანუ აღარ ივარგებს. 75 წლის ქალს რო Snapchat-ი კონდეს, ხო ყლეობა იქნებოდა ყველა მათემატიკაში, აი ყველა მხრიდან ცუდი იქნებოდა. რა ვიცი ძმაო, რავი. უი, სხვათა შორის საეჭვოს დაბადების დღე იყო გუშინ. ნუ. აი გილოცავ ხან შეჩემ. და გუგა გაბუნიას, მაგას მით უმეტეს გილოცავ. გუგა გაბუნიას დაბადების დღეს არ გაიმაზოს. და რაბანას შეყვარებული, რაბანას ცოლის დაბადების დღეს იყო, რაბანს შენს გილოცავ ბარეკო. რამე თუ გამომრჩა ვინმეზე, მე ვაპატიეთ. პირად არ მომ. ვისი? ვისია? ტოკიოს იგი. უი, ნინიკოს დაბადების დღე იყო გუშინ წინ. ნინიკოს წინ. არ ხო, სო. კარგად იყავით. მილოცები გამომიგზავნით ხოლმე და გავაჟღერებ. 3 ლარი ეღირება. დანაცებას. ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომერი კიდე მითებულია. ისე 19 თეთრი მაქვს ეხა ანგარიშზე. ამასთან თქვენი დონაცების პული დავხარჯე. სიგარეტი ვიყიდე. 2 ბაჭკი. რა. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემს სიგარეტს ზრუნავთ. ფილტრზე რო. ვერ შეიკრა ფული რა. ფული რო შეიკრება, ერგეუბნებით სახენ კლასს წავიდეთ. 1-20 კაცი. ორდენით ქალბატონო დაგვეწვიეთ. ძალიან ისეთი ინტერესიანი თვალებით გიყურებთ. აი, ვიღაცა გერმანელი ქალი იყო, რომ მიუშვა ბოზიშვილი გადაჯოგავს მთელ ისრაელს. აი, რა გინდა ჩემი. უი, გუშინ სხვათა შორის რომამ წააგო ტორინოსთან რა. და ეგეთი ხუმრობა მომივიდა თავში. იმათი მეკარე არის გვარად ისრაელი, ფრანკო ისრაელი ქვია ადამიანს სახელი და გვარი. და არც ერთი გერმანელი არ ყავდა გუნდში, თორე მოვიგებდით. კარგად იყავით.